ფესტივალის კონცეფციას წარადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურული ფესტივალის მთავარი კურატორი ქალბატონი ბაია კობუაშვილი. მოგესალმებით. დაგეცნო მადლობას გიხდით. ნიუსონების საქართველოს მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ირინე კანაძეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით ერმეიშვილს, სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში ბატონ გურამ ბალკაიას, ჩვენს გულთბილ მასპინძელს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორს ბატონ ვახტანგ ცაკარაძეს, ასევე ჩვენს მასპინძელს, ხვალინდელს, მასპინძელი ახლად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკაკი წერეთლის და მესამეები ბატონ შალვა ფიკაძეს, ქუთაისის დელეგატს პარლამენტში ბატონ ზაზა გომინაძეს, საქართველოს სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონ ალექსანდრე კარტოზიას, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ჭირვარიას, ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ მეუღლე იოანეს, ფესტივალის ყველა მხარდამჭერს, საფესტივალო გუნდს, სტუმრებს უცხოეთიდან, დედაქალაქიდან, სტუდენტ ახალგაზრდობას და რა თქმა უნდა დამსწრე საზოგადოების ყველა წევრს. ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, მდიდარი ლიტერატურული და კულტურული ტრადიციებით, იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსით, პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ქუთაისი მითი და ლიტერატურა. ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს როგორც ქალაქის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ასევე თანამედროვე ლიტერატურული პროცესები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული 27-30 ნოემბრის ფესტივალი მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმაა, ისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბატონ დავით ერმეიშვილს. ფესტივალი აერთიანებს ქართულ და უცხოელ მკვლევრებს, მწერლებს, თარგმნელებს და ლიტერატურის მოყვარულებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებსა და კულტურულ ღონისძიებებს. ფესტივალის კონცეფცია ითვალისწინებს როგორც ქუთაისის ისტორიული, მითოლოგიური და არქეოლოგიური მემკვიდრეობის, ასევე თანამედროვე ლიტერატურული ცხოვრების წარდგენას საერთაშორისო აკადემიური და ლიტერატურული წრეებისთვის. ფესტივალი კიდევ ერთი დასტურია, რომ ქუთაისის შემოქმედებითი საზოგადოება ფეხს უწყობს უახლეს ლიტერატურულ ტენდენციებს გლობალურ მასშტაბით. თვით ქალაქი კი დღესად მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად რჩება ტრადიციული საგანმანათლებლო კერებით, საუნივერსიტეტო სივრცეებით, სახელოვნებო დაწესებულებებით, ბიბლიოთეკებით, სალიტერატურო გამომცემლობით. ფესტივალი ძალიან წარმომადგენლობითია და მეთანხმებით, იგი გამორჩეულია თავისი აკადემიური შემადგენლობით. აქ წარმოდგენილი არიან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტების. თქვენთვის ძალიან ცნობილი ქართული მეცნიერები და მკვლევრები. ფესტივალზე აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მწერალთა სახლის, ცენტრალური არქივის, ხელნაწერთა და ლიტერატურის ინსტიტუტების წარმომადგენლები. აქვე მინდა და ძალიან დიდი პატივით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი უცხოელი სტუმრები. ვალერი გრეჩკო, ფილოლოგი, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი, მანფრედ იაკობსი, მწერალი, სცენარისტი, ავსტრია, ულრიკე იაკობსკი, მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი, ავსტრია, ჰიროკო მასიმოტო, ფილოლოგი, პროფესორი, ტოკიო, კობეს უნივერსიტეტი, იაპონია, უტე ვერნერი, კინოდოკუმენტალისტი, გერმანია, რალფ შოკი, მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გერმანია, მარია ანხელე გრანდე როსალესი, გრანადის უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი, ჰარუნ ჩინქე, ქართველოლოგი, ენათმეცნიერი, თურქეთი. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისა და გაწეული სამსახურისთვის, ფესტივალის გამორჩეული მხარდაჭერისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონ ალექსანდრე კარტოზიას. ფესტივალზე
ცნობილი და ახალგაზრდა კრიტიკოსები, კვლევრები, მწერლები და მთარგმნელები იმშელებენ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ქუთაისის ისტორიული, მითოლოგიური და კულტურული იდენტობა, ქართულ-დასავლური ლიტერატურული ურთიერთობები, ლიტერატურული ტექსტი და ინტერმედიალობა, თარგმანი როგორც კულტურას შორისი კომუნიკაციის ფორმა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურის წახნაგები, ლიტერატურა ციფრულ ეპოქაში. ამასთანავე ფესტივალის კულტურული პროგრამა ითვალისწინებს წიგნების პრეზენტაციებს, ქართული გამომცემლობის ლიტერატურული პროდუქციის წარმოდგენას, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის, კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის გამომცემლობა, კენტავრის, შორენა შავერდაშვილის და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრი ქუთაისის გამომცემლობებს და ჩვენ ქალაქში არსებული ჟურნალების საქმიანობის წარდგენას. ფესტივალი ითვალისწინებს გამოფენებს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში. ვიზიტებს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლსა და ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის მანის არქეოლოგიურ მუზეუმში და ბოლოს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატიულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ესქილეს მიჯაჭვული პრომეთე. რეჟისორი ბატონი რობერტ სტულვა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სახელოვნებო და აკადემიურ წრეებს. მინდა მადლობა გადავხატო ფესტივალში მონაწილე ქუთაის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო გაერთიანების ფილიალებს, კერძოდ იოსებ ეჭაყმადის კამერულ ბუნდს, დირიჟორი ირინე ლომინაძე, სიმებიან კვარტეტს, ერიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლას, სასწავლებლის ბუნდებს, ბავშვთა ბუნდებს, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, დირექტორი ზეინა ბურჯანაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კაპელას და მის დირიჟორს ზურაბ კაჭარავას, ასევე ბატონ ოთარ ქანდარიას ოჯახს. ფესტივალის აკადემიური პროგრამა 6 ნაწილადაა წარმოდგენილი. დისკუსია პირველი, ქუთაისი, მითოსური, ისტორიული, ლიტერატურული. დისკუსია 2, ქართულ-დასავლური ლიტერატურული ურთიერთობები. დისკუსია 3, ლიტერატურა და ინტერმედიალობა. დისკუსია 4, თარგმანი როგორც კულტურა და დიალოგი. დისკუსია 5, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურის წახნაგები და დისკუსია 6, ლიტერატურა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში. ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამაში მონაწილეობენ განსხვავებული ინტელექტუალური ინტერესების მქონე აკადემიური და შემოქმედებითი წრეების სტუდენტ-ახალგაზრდობისა და გამომცემლობების წარმომადგენლები. ლიტერატურის მოყვარული ფართო საზოგადოება, რაც უდაოდ წარუქეზებს ახალგაზრდობას და ინტერესებს უახლესი ლიტერატურული პროცესების შესწავლით. ხელს შეუწყობს ლიტერატურის კვლევითი მიმართულებების, თარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას. ქართული ლიტერატურის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე და ქუთაისის ადგილის გამტკიცებას გლობალურ საერთაშორისო ლიტერატურულ დროხაზე. ფესტივალი დასრულდება დეკლარაციის მიღებით, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის როლს ლიტერატურული პროცესების განათლებისა და კულტურის განვითარებაში. ჯერ კიდევ ჩვენს წელთა რიცხვამდე ქუთაისი მოიხსენიებდნენ ისტორიკოსები და პოეტები, როგორც ოქროს საწმისის ქვეყანას. ქუთაისი მრავალი ათეული საუკუნის განმავლობაში იყო ბევრი პოეტისა და მწერლის მუზის საგანი. ქუთაისი ცენტრი გახლდათ ქართული ლიტერატურული მოძრაობისა, მრავალი შეჯახებისა და ახალგზრდაძიებისა ქალაქტილი. ამ ყველაზე ქართულ და ამავდროულად ყველაზე ტოლერანტულ ქალაქში ოდითგანვე ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ პოლონელები, გერმანელები, ფრანგები, სხვადასხვა კონფესიები, კათოლიკები თუ ებრაელები. ამ ქალაქიდან ბევრი საუკეთესო ხელოვანი, მწერალი და პოეტი წავიდა მე-19-20 საუკუნეებში. მიდიან დღესაც. მაგრამ ისინი არც არასდროს წასულობენ, რადგან ქუთაისი რაღაც ჯადოსნური ძალით კვლავ იზიდავს ყველას უკან დასაბრუნებლად და თუ ვერ ბრუნდებიან, მთელი არსებით მაინც აქ არიან. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მე კი წავედი სამყეროში საფეთიალოდ, მაგრამ მაშინაც, როცა პარიზზე წერ, მაინც ქუთაისი დაწერილი გამოდის. ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო შუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, ბილი, აღნიშნავს რეზო კაპრიაძე და ბოლოს. დიდი ხნის წინ, როგორც ქუთაისის თავმა, ლუკა ასათიანმა ბრძანა, ჩვენ არ გვაქვს პატრონით ლაჟვარდოვანი სანაპირო, არ გვაქვს თბილისივით ოქროს ბრწყინვალება.
მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა სიყვარული. ჩვენ ვართ სიყვარულის ქალაქი. სიყვარული და სიკეთე მოგეხსენებათ გადამდებია. რასაც გამთლიანება შეუძლია, რაც ასე გვჭირდება ყველას. დღეს კი სიყვარულის, ცოდნის, კულტურის, განათლების ქალაქში მისი უდიდებულესობა ლიტერატურა შემოგწონდა და ჩვენი პატარა, ყველაზე ქართული და ამავდროულად ევროპული ქალაქი ახლა თქვენი მასპინძელი. მადლობა. წარმოგიდგენთ ქუთაისის